შენი ღირსების საკითხია. Აი ქართველი იყო ყოველთვის ის რომელიც არ იკადრებდა იმას, რაც საკადრებელი არ იყო და მისი იმედი ყოველთვის ჰქონდა. და სხვათა შორის ეხლაც მე ძალიან მინდა ეხლა ეს მოვყვე ბატონმა ბიზინა გუჯაბიძემ მომიყვა ეს ჩვენმა ალპინისტმა და აი ერთ-ერთმა საუკეთესო სპეციალისტმა თავისი საქმის და კარგმა ადამიანმა და ესეთ რამეს მიყვება მიდიან რაღაცა წვერვალისკენ ძალიან რთული მწვერვალისკენ ემზადებოდნენ 5-6 თვის მანძილზე რომ აეღოთ ეს მწვერვალი ეს როგორ ფორმაში უნდა იყოს რომ ახვიდე მაგრამ თურმე ასვლაზე უფრო რთული ჩამოსვლაა და ეხლა რო ახვიდე და ვეღარ ჩამოხვიდე რად გინდა ამიტომ 5-6 თვე გადიხარ სპეციალურ მომზადებას და მე მიდიან ეს 4 ქართველი მიდის ეს 4 ქართველი და უცებ გზაზე სადღაც ზევით ინფორმაცია მიიღეს რომ ვიღაცა უცხოელმა ტრამვა მიიღო ხერხემლის ტრამვა და ვერ დადის თვითონ და ეს ნიშნავს ეს სიკვდილს ნიშნავს და ეხლა ესე იგი ნახეთ როგორი სიტუაცია ესენი ემზადებიან ნახევარი წელია რომ იქ ავიდნენ სპონსორს დაფინანსებული ყავს პასუხისმგებლები არიან რომ ისინი იმას აიღებენ მწვერვალს და დიდებას მოგვიტანენ და რაღაცა და აქეთ ადამიანია რომელსაც ნუ აი ეხლა მინახია ეს ისტორიები როგორც წესი ტოვებენ და საშინელება ხდება ნუ მისიას ასრულებს როდესაც ძალიან ზევით არის და გვხვდება ეს ადამიანი და ეხლა არც გვიფიქრიაო გადაუხვიეთო პირდაპირ ამათკენ და ვიცოდით სადაც იყვნენო ესე იგი უკან მომავლებმა გვითხრეს სადაც არიან და ჩვენ 4-ვე წავედით იქეთ და ეხლა წარმოიდგინეთ ეს პარალიზებული ადამიანი წევს და მასთან ერთად არიან კიდევ 2 რომლებიც ვერ ჩამოიყვანენ ამ ერთს ხო და შენ რო ჩამოიყვანო შენი თავი ესეც დიდი გამარჯვება იყო არა თუ კიდევ ვინმე რო ჩამოგიყვანაო და ნახეთ აი ეს მინდა გაუსვათ ამას წედელი ხაზი მინდა გაუსვა რომ ეს რასეუბნებიან ამას თორმე იცით ეს მიწაზე როგორ პარალიზებულ ადამიანს ნუ გეშინიო ქართველები მოდიანო ეგენიო აქ არ დაგტოვებენო და გული კი ნაღამ გამიჩერდა რომ დღეს ქართველებს აი ამ ალპინისტებში ესეთი სახელი გვაქვს რომ ნუ გეშინია ქართველები მოდიანო და ეგენი აქ არ დაგტოვებენო და მართლაც ამგერმა ჩამოიყვანეს აი ეს ჩემი აი მე მაგალითად ეს რომ მომიყვა მეცნიერები მომადგა. იმიტომ რომ აი ეს არის მოყვაცის სიყვარული. იმ ალპინისტს ესენი არ იცნობდნენ. ადამიანი იყო. არც ქართველი არ ყოფილა. ვინ იყო ამასაც მნიშვნელობა არ ჰქონდა. ქართველისთვის ამას არ აქვს მნიშვნელობა. ჩვენ მაინც რუსთაველის ერი ვართ. და ჩვენ მაინც ადამიანს ვეძახით ადამიანის შთამომავალს და ჩვენთვის არ არის ურიაება, არ არის ელინობა, არ არის ბარბაროსობა, ჩვენთვის ყველაფერი ერთია. აი რაღაცა ქრისტეს თვალით ვიყურებით. ოღონდ ვიღაცის არეულზე არ უნდა ავირიოთ. ჩვენ ძალიან დიდი ღირსებები გვაქვს. ძალიან დიდი ღირსებები. სიბრძნე და ყველამ თავისი თავი უნდა დახვეწოს. უნდა დახვეწოს. და დანახო მამაო რა. ეხლა თქვენ რასაც ახსენებთ. თორე მე თუ ჩემ ცუდ თვისებებს გასაქანი მივეცი და არ დავხვეწე ჩემი თავი. შენ შენ თვისებებს მიეცი გასაქანი და არ დახვეწე შენი თავი და ასე მილიონმა ადამიანმა თუ არ დახვეწა თავისი თავი და თავის ცუდ თვისებებს, სურვილებს გასაქანი მისცა, იქ ის ერი დაიღუპება, მაგრამ მე ჩვენი ერი არ დაიღუპება. ვიღაცის რეჟისურა და სცენარი არის რომ დავიღუპოთ ალბათ და სამართავი გავხდეთ და